დღეს ერთი ღამე. ასეთ ახალგაზრდა ასაკში რამდენს მიაღწიეთ. დღევანდელი ახალგაზრდებით აღფრთოვანებული ვარ. გმადლობთ, მაგრამ თავარი მიღწევები წინ მაქვს. ასეთი თავმდებალიც ნუ იქნებია და იფიქრებენ, რომ მართლა არაფერი გაგიკეთებია. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება კომპანია ბინიაფიში მუშაობის დაწყებაა. ბინიაფის კომპანია მართლაც განსაკუთრებულია. ბატონი ხერებით ნაბატორიანური ყოველთვის გამორჩეულ არქიტექტორებს არჩევენ. საომშვიდობისა. გამარჯობა ბურაკ. საღამოშვიდობისა. რამდენი ხანია არ შევხვედრივართ, არა? ო. ძალიან გაგოხარე შენემოსვლით ბურაკ. ამ საღამოს თქვენ გვერდით ვიქნები, არ იდარდოთ. როგორც გავიგე მშენებლობას დიდ ყურადღებას აქცევ. ო, ასეა, საქმეს ვაკეთებთ, მეც ვსწავლობ რაღაცებს. ზოხრე. რატომ არ ჭამ? მადა არ მაქვს მიხრიბან. გმადლობ, ყველაფერი ძალიან გემრიელია, მაგრამ არც ჭამა მინდა, არც არაფერი. ალო? ალო? აბი? ძმაო? აბი, ნარდეს? ძმაო, სად ხარ? აიე. არა, სტამბოლში ვარ. სტამბოლდayım. Meraktan. შენზე ვდარდობდი და ჩამოვედი. Evet. ხო. Mihriban. მიხრიბანთან ვარ, შენ სად ხარ? Sen neredesin? სად ხარ? Buradayım. აქ ყოფილა. Abicim. ძმაო, სად ხარ? როგორ და სად გნახო? Gelsin buraya. აქ მოვიდეს უთხარი. Ne dedin? რა თქვი? Sesin. ხმა წყდება. Alo. ალო? Kapandı. ქათიშა. Hay Allah. ხმართო ჩემო. Neredeymiş? სად არის? რა მოხდა? Bir yanlış. რაღაც შეცდომა მოხდა. Gözaltına al. პოლიციამ დააკავა. Alo. ალო? Abi. ძმაო? დღეს თავს ძალიან საინტერესო ამბავი გადამხდა. ავტობუსში ჩავჯექე. მე რა, ავარიაში ხომ არ მოხდა ავტობუსი. არა, ავარია არ მოხდა რა. ცხოვრებაში პირველად ჩავჯექე ავტობუსში. სერიოზულად ამბობ, პირველად ჩაჯექი? ძალიან სასიამოვნო ყოფილა ავტობუსით მგზავრობა. ისი როგორ არ ვიცი. ადრესულ ავტობუსით დავდიოდი. ერთხელ ჩავჯექი და ის იყო ადგილიდან უნდა დაძრულიყო, რომ საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. გამარჯობა. საღამოშვიდობის. ჩვენს ახალ არქიტექტორს იცნობ შაჰრაზად? არა. ედა აკინაია. კომპანია ბინიაფის ახალი თანამშრომელია. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. დაჯექი. მადლობ. გილოცავთ დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევთ ბინიაფიში. როგორ ხარ ბურაკ? კარგად. ბატონო ელჩინ, როგორ ბრძანდებით? შენ უნდა კითხო შაჰრაზად. ძალიან მოგონატრე თავისშვილო. ამ საღამოს არაშვეულებრივად გამოიყურები, ძალიან ლამაზი ხარ. გმადლობთ. როგორ ხარ? კარგად შენ? მეც კარგად. Ne olduğunu რა მოხდა, არ მეტყვი? იმ საღამოს მიერებას უნდა შევხედროდი, მაგრამ კომპანიაში პოლიციელები მოვიდნენ მითხრეს. ჩვენება უნდა ჩამოგართვათო. მეგონა მალე დასრულდებოდა, მაგრამ პოლიციაში რომ მიმიყვანეს დამაკავეს. როგორც მე გავიგე, ჩემს վել კომპანიაში მომხდარი ამბის გამო. ძმაო, ძველი ამბავია. ხომ იცი რომ უნდა ნაშაულო ვარ. იმის გამო რომ პასუხისმგებელი პირი ვიყავი, პასუხსაც მე მთხოვენ. მოკლედ, ისევ იმ ამბავთანაა დაკავშირებული, მეგონა ყველაფერი დასრულდა. შემიძლია ამოვისუნთქო მეთქი და აიუცებ. ვებულობ რომ საქმე განახლდა. ბედი როგორ მომიტრიალდა არა და იმ საღამოს ერთად უნდა გვევახშმა რა, მიხრიბან. არა უშავს. Neyse. ბასისა. ძალიან წუხარ. არაფერია. მახსამზე აუცილებლად წავალთ რა. İnşallah. ხო, იმედია. Kusura bakmayın. მოპატიეთ. Benim gitmem. მე უნდა წავიდე. Siz bu gece ამ საღამოს აქ დარჩით. სად მიდიხარ? gece oldu. გვიანია ხალდო. იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი. Geçmiş olsun. ძალიან წუხარ. Anlattın işte. ხომ თქვი უნდა წავიდე. სხვა დროს მომიყევი. Çarşafların ზუხრე, თეთრეული იცი სადაც არის. iyi geceler size. ღამე მშვიდობისა. Piosun gtxo, დამშვიდი, ნუტირი. როგორ არ ვიტირო. ძალიან მეწყინა ამ სიტყვების მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელსაც წლებია დედას ვეძახი. Piosun, გაისერიში დაბრუნდიო მითხრა. აქ მომავალი არ გაქვს.
ესე იგი მეც ისეთი ქალი გახდი, რომელიც ურმე ბავშვებს მამას ართმევს. ამას ნუ ამბობ ფიოსო. დამშვიდით, ხო? ალბათ დედა შენი მართალია. აჯობებს დაუბრუნდე. წავალ თქვენი ცხოვრებიდან და გათავისუფლდებით. ეს რა დაუსრულებელი სასჯელი დამატყდა თავს. ჩავთვლი რომ ეს არ გამიგია. გეთანხმები. ვაღიარებ რომ ორივემ შეცდომები დაუშვით. ერთგული მეუღლე არ ყოფილა. სიყვარული არ გაგრძნობინა. მაგრამ რაც მოხდა წარსულში დარჩა. ეს ჩვენი ბოლო შანსია რომ ბედნიერი ვიყოთ ფიოსო. ამ შანსს ვერავინ წაგვართმევს. ვერც დედა ჩემი. გასაგებია. ეს კაბა გახსოვს? ერთხელ ორთაქოიში შევხვდით და იქ მეყიდე. ბუქეთზე ვიყავი ფეხმძიმედ. გამყიდველმა მითხრა ბედნიერებას გისურვებთ ერთმანეთს ძალიან უხდებით. მინდა ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორიც მაშინ ვიყავი. ძალიან მინდა ისევ ისეთი ბედნიერი ვიყო, ალიკიმო. ვიქნებით ფიოსო. მე ბედნიერი მხოლოდ შენ გვერდით ვიქნები. ამას უკვე მივხვდი ფიოსო. და აღარ ვაპირებ რომ დაგშორდე. ასეთი ვახშამი ხშირად მოვაწყვეთ ხოლმე. უნდა გეთქვი მოვაწყოთო. დაგავიწყდა? შენ ხომ ისევ ბინიაპის თანამშრომელი ხარ? ხო, მოვაწყვეთ. ბატონმა ელჩინმა ბევრი მაცინა. ხო, ეს ეხერხება. ედა ძალიან მომეწონა. სასიამოვნო ქალია. თუ არ მაინტერესებს სასიამოვნო თუ არა, მთავარია საქმე გააკეთოს. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თანამშრომელი უხეში არ იყოს. მგონი ყველაზე გახარებული ამ ომბიდან ბენიო იქნება. ამბობდა დეკრეტულ შებულებაში რომ გავალ ვინერვიულებ. იმდენი საქმე რჩებაო. აზიის კოშკები 2 დღეში ნამდვილად არ დასრულდება. ხდები ედას ასე ნუუყურებ. ეტყობა რომ ძალიან ყოჩახი და ძალიან ჭკვიანია. კარგი არჩევანი გააკეთა კომპანია რომ სამსახურში აიყვანა. რაც არ უნდა კარგი იყოს, შენ მაინც ვერ შეგედრება. კარგი რა, შენი ცოლი ვარ და ამიტომ ამბობ. არაფერიც, ეს სიმართლეა და ამიტომ ვარ. კომპანიაში 5 არქიტექტორი რომ მოიყვანო, შენ სადღაც მაინც ვერავინ დაიკავებს. ძალიან მანებიურებთ, ბატონო ონორ. მიყვარს, როცა განებივრებთ ქალბატონო შაჰრაზად. მერე რომ გავთამამდე? მერე უფრო მეყვარები. ვინ არის? ვინ? როგორ ვერ მიცნო? შეიძლება გავგიჟდე. დამშვიდე საყვარელო, არ ღირს ნერვების მოშლად. ისე მოიქცა თითქოს ვერ მიცნო. გავოცდი თუ ხჭე. კარგი ვთქვათ, უნივერსიტეტიდან არ ვახსოვარ, 3 თვე ერთ კომპანიაში ვმუშაობდით. როგორ არ უნდა ვახსოვდე? თუმცა მაშინ ის უბრალოდ შაჰრაზადი იყო, ახლა ქალბატონი შაჰრაზადია. ის ხომ ონორ აქსალის ცოლია, რა თქმა უნდა გათამამებულია. ამაჩვენებ როგორ უნდა გათამამება. თავი ისე უჭირავს თითქოს დედოფალი იყოს. მართლაც რომ დედოფალია კომპანია ბინიაფის იმპერიის დედოფალი. კარგი რა, ნუ მაგიჟებ. მე რას ვამბობ და შენ რას? სიმართლე ეს არის, უნდა შეეგუო. თან ისეთ ბილად მელაპარაკებოდა და მეკცეოდა, მინდოდა მომეკლა. დამშვიდი არ არის საჭირო ასე ნერვიულობა, დამშვიდი, თორემ ისევ საკუთარ თავს ავნებ. ვინ ვისავნებს ეგ კიდევ საკითხავია. ისეთი გამწერებული ხარ გაჩენის დღეს ანანებ, როგორც ვატყობ. შაჰრაზად აქსალს ბოლოს მოვუღებ. გავანადგურებ. ონორ აქსალი როგორი ადამიანია? ქარიზმატული ტიპია. მართლა? რთულია ურთიერთობა. ადვილი არ არის, თუმცა ჩემთვის დიდი გამარჯვება იქნება თუ მის მოხიბლა შევძლებ. კარგი ვნახოთ. იმედია. ექიმმა ცოტა ხნის წინ დარეკა. ანკარაში მიდის კონფერენციაზე, უნდა რომ წასვლამდე გამსინჯოს. კარგი, არა უშავს ბენო. ხვალ ვიმუშაოთ. ხვალ სამშენებლო მასალების სიამზად უნდა გქონდეს. არა, დღეს ექიმის შემდეგ შემიძლია მოსვლა, მაგრამ მომზადებას ვერ მოვასწრებ. ნუ დარდობ ძვირფასო, ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი რა გავაკეთო. ღმერთო, გავგიჟდები. ქალბატონო ბენო, თუ გნებავთ, მე შემიძლია წავიდე. შაჰრაზად ერთი წუთი. მართლა შეძლებთ მისვლას? რა თქმა უნდა, გუშინ ხომ ამიხსენით.
ქალბატონ შაჰრაზადს დავეხმარები და საბოლოო სახეს მივცემთ. თუ გნებავთ საღამოს თქვენც მოგიტანთ დოკუმენტს, რომ შეამოწმოთ. არასაჭირო არ არის იყოს. ალო შაჰრაზად, გამოსავალი ვიპოვეთ. ედას მადლობელი ვარ, მითხრა დავეხმარები, ამბობს რომ მეწავალო. რა თქმა უნდა. აქამდე რატომ აზრად არ მოგვივიდა? კარგი. მაშინ ახლავე წამოვიდეს. კარგი. დოკუმენტებში ჩემი შენიშვნებიც მივაწერე. ბენო, იმის ნაცვლად რომ ბავშვზე იფიქრო, ისევ სამსახურზე დარდო. დამშვიდდი, ყველაფერს მივხედავთ, ნუ ნერვეულობ. კარგი. ცოტა დამშვიდდი. კოცნი. შაჰრაზადი გელოდება. კარგი, ახლა ვეგავა. დიდი მადლობა ედა. მართლა. არაფერს ქალბატონო ბენო, მე აქრისთვის ვარ. ეს გამომართვი? გმადლობ. წარმატებებს გისურვებთ. მედი აქ ჩემთან საკამათოდ არ მოსულხარ დედა. და ჩემ პატარა ბავშვს გავუკეთე, ამის დავიწყება ასე ადვილად არ შეიძლება. იცი ნილუფერი დილამდე ტიროდა. შვილო, მომისმინე. მე ვრი ვიფიქრე. ახლა შოკში ხარ და საღად აზროვნება გიჭირს. შოკში არ ვარ დედა. გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე. არ მჯერა რომ ის გოგო შენი შვილია. ეს მახია, მეტი არაფერი. გინდა ნახო დნმ-ის ანალიზის პასუხი. ტესტის საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემი შვილია დედა. ნილუფერი ჩემი ქალიშვილია. ამაზე ნუ არ ვიკამათებთ. კარგი. ასე იყოს. ასე იყოს არა, ასეა. კარგი. დავუშვათ შენი შვილია. მაგრამ ნოელოდები რომ ამ სამარცხვინოს აქციელს შევეგუები. დედა, ჩემ შულზე ვსაუბრობთ. უკანონო ბავშვზე ვსაუბრობთ. ადამიანებს ეს როგორ უნდა ავუხსნათ? ყველა სიტყვი უკანონო ქალიშვილი მყავსო? შენ ეს გაწუხებს? იმის ნაცვლად რომ ვიფიქროთ ჩემ შულს დედის დაკარგვის ტკივილი როგორ გაუნელოთ. უცხო ადამიანები რას ფიქრებენ? ეგ გადარდებს? შენ უბრალო ადამიანი არ ხარ, ონურ. შენ ამ ქვეყნის ცნობილი ბიზნესმენი ხარ. ვალდებული ხარ ამ ბავშვს სხვა ადგილი მოუძებნო. ამაზე დაფიქრდი. რას ნიშნავს სხვა ადგილი მოუძებნო? მოიშორეთ ბავშვი. აღსაზრდელად ნათესავებს მიეცი. საზღვარგარეთ ინტერნატში გაუშვი, რაც გინდა ის გააკეთე, მთავარი არავინ გაიგოს მის შესახებ. დედა, არ გაბედო. არ გაბედო. და ასეთი რამ აღარ გაიმეორო. რატომ ხარ მოწყენილი? ისეთი არაფერია შაჰრაზად. რაღაც გაწუხებს, გატყობ. მისმინე, ბატონი ხალდონი ხომ დაბრუნდა, რატომ ხარ მაინც მოწყენილი? შაჰრაზად. რაღაც უცნაური ხდება. არ ვიცი, მეც ვერ ხვდები. ეს როგორ? ამაზე მე ვილაპარაკოთ. გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. გამარჯობა ედა. რა ლამაზი ოფისია. შესანიშნავი ადგილია. ძალიან მომეწონა. გმადლობ. მოდი ჩვენს თანამშრომლებს გაგაცნობ, ეს უნარია. გამარჯობა. სასიამოვნო თქვენი გაცნობა, ეს განია? სასიამოვნოა. გამარჯობა. ეს მიხრიბანია, ქალბატონი ედა კი კომპანია ბინიაფის ახალი არქიტექტორია. რამეს ხომ არ დალევთ? არა, ნუ შეწუხდებით. რა შეწუხება, ანალექიანი ყავა ხომ არ დაგველია? კარგი. აქაურობას ადვილად მოაგენით? ძალიან ადვილად. ალბათ ბევრი საქმე გაქვთ. ხო, ასეა. დიდ კონკურსში უნდა მივიღო მონაწილეობა. მართლა? ხო. საერთაშორისო პროექტია. სლოვენიაში დიდი საავჭრო ცენტრი უნდა აშენდეს. რა პროექტია? დიდი კომპლექსია? სასტუმროების სათხილამურო ზონები, გასართობი ცენტრები, პატარა ქალაქივით იქნება. ახლა რა ეტაპზე ხართ? იცი, სადაცაა დავასრულებ, უბრალოდ დავამთავრე, მაგრამ პატარა დეტალები დარჩა. დავამუშავებ და გავგზავნე. დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებთ. არ მგონია. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. თქვენ ხომ ხალიდ მუნას ფონდის ჯილდო მოიგეთ ქალბატონო შაჰრაზად, ცნობილი არქიტექტორი ხართ. მამა, მე გავდივარ. ამ დროს შენ ხომ გამომუშავებდი? ცვლა შევცვალე. მორიგეობა მაინც თქვი.
როგორ მეტყველებთ ეს ახალგაზრდები, ღმერთო ჩემო. კარგი, მორიგეობა შევცვალე. შერასაპირებ. ახალი ნაწარმოები უნდა შეთხვდა? რაღაცებს ვწერ. ჩვენ რა დაწერე? ჯერ არ დამთავრებია, სულ სწრაფი ხარ. ისევ ჯადოქრობ? ჩემი მამიკო ახალ ნაწარმოებზე ჯადოქრობს. მე როგორც გველების მომთვინიერებელი შენი ნაწარმოებით ყველას გააბროებ. ოჩახ, მგონის შესანიშნავი სათაურია სიმღერისთვის. გველების მომთვინიერებელი. ვისი შვილი ვარ? წარმატებებს გისურვებ. არ გადაიღალო, კარგი? კარგი. საღამოს თუ მოგშივდება დამირეკე, რამეს მოგიმზადებ? დაგირეკავ. ბედაო, სემი ხოშენერ. შენზე ნაკლები არ ჩენი შვილია. რა დაგავიწყდა შვილო? კონცენტრაციას ვერ ვაკეთებ. შეუძლებელია ასე მუშაობა. რადგან დაუპატეჟებლად მოხვედით, როგორც ჩანს აქედან ისე არ წახვალთ, შეურაცხყოფა რომ არ მომაყენოთ. იძულებული რომ არ ვყოფილიყავი შენ სახლში მოსვლას ნამდვილად სიკვდილი მერჩივნა. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დამელაპარაკოთ. ძალიან მნიშვნელოვანზე. დარწმუნებული ვარ შენს კმაყოფილი დარჩები. ღმერთო ჩემო, ძალიან დამაინტერესა. მოგზანდით. არაფში ნუ გახართ. დიახ, ისმენთ. საკუთარი თავი მეჯავრება იმის გამო, რომ იძულებული გავხდი დის მკვლელთან მოსულიყავი. ბატონო, მე 35 წელია უკვე საკუთარი თავი მეჯავრება. მე რა მოხდა თუ ახლა ერთი წამით შეგძულდათ თავი. დროზე მითხარით, რა საქმე გაქვთ და მე თავი დამანებით. გქობთ. ნუ ღელავ. იმ სახლში, სადაც შენ სუნთქავ ერთი წამითაც არ გავჩერდები. თავარ საკითხზე, ახლავე გადავალ. ისმენ. რამდენი გინდა? ვერ გავიგე. იმისთვის, რომ შენს ქალიშვილთან ერთად აქედან წახვიდე, რამდენი გინდა? თქვი, ახლავე გამოგიწერ ჩეკს. მაგრამ შენ შვილთან ერთად ამ ქალაქიდან უნდა წახვიდე. თუ საჭირო გახდა ქვეყნიდანაც. ჩემ შვილებს და მე არასოდეს აღარ შეგხვდები. ფული ყველა გარსავებს, რა. თქვენი ფული თქვენი საბანკო ანგარიშები. სიმდიდრე ასეთი რამ არის. ბერს ნუ ლაპარაკობ. ციფრი დაასახელე, რამდენი გინდა? ახლავე გამოვწერ ჩეკს. გადახდას შეძლებთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ და შენი შვილი აქ არ დაგინახოთ. გთხოვთ. წადით ჩემი სახლიდან. მომისმინეთ. თქვენთან ვაჭრობის დრო არ მაქვს. თქვით და დავამთავროთ ეს საქმე. შენ მე ვინ გონი ვარ? გონია, ჩემი ყიდვა შეიძლება? შეცდომა დაუშვი. ჩემი სიმხდალის გამო შეცდომა დაუშვი. ამ შეცდომის გამო მშვიდად ერთ ვიღამი არ მიძინია. გონია, შენი ფულით სინდისის ხმას გააჩუმებ? დავიდაანებეთ სინდის ერიკაცის როლის თამაშს. კარგად ვიცი, რას წარმოადგენთ. შენ არაფერი იცი. არაფერი. სისულელეს ნოაკეთებთ.
აიღეთ ფული და წადით აქედან. თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. ხოთ წადით აქედან. ამ ქუჩაზე გავლილი არ დაგინახოთ. ძალიან იგნანებთ. როგორაა საქმეები სეზენ? კარგად. ყველაფერი კარგადაა. კარგია. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? უნდა მქონდეს? უშინდელ ამბავზე არ გვისაუბრია. ის გოგო რომ ვიცი, ბოდის გიხდით, აღარ განმეორდება. იმედია. ვინ არის ის გოგო? არც მე არ ვიცნობ. იქნებ შენი ახალი მეგობარი ბიჭის ყოფილი მეგობარი გოგოა. ვიცი, ცოტა ჩახლართული ამბებია. ნეტა ყველა თქვენაერი გულისხმიერი იყოს. მაინც ყურადღებით იყავი. ასეთი საქციელი კლიენტების თვალწინ მისაღები არ არის. მართალი ხართ. კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით? უკაცრავად. ალო? იცი რატომ გირეკავ? ალბათ იმისთვის, რომ მითხრა სხვაგან გადადიხარ. არა. რა გადასვლა? მაშინ რატომ ირეკავ? იმიტომ რომ გითხრა როგორ მომენატრე. ესე იგი სხვა არაფერი მომხდარა. ამაზე კარგი რამ რა უნდა მომხდარიყო? ესე იგი მხოლოდ ამის გამო მირეკავ და თან დროს მაგარგვინებ. უნდა იქნებ ერთხელ ამ მიზეზის გამო შენს დამირეკო. მის მინემ დიდარო ბატონო, აქ მუშაობ. თანამშრომელი ვარ. შენაერებთან ლაპარაკში დასაკარგი დრო არ მაქვს, როცა მინდა რასაც მინდა, იმას ვერ გავაკეთებ. ესე იგი დრო რომ მქონდეს დამირეკავდე. რატომაც არა? ვერ გავიგე. შეიძლება. ალბათ. ვერ გავიგონე. აქ არია სეზენ. ესე იგი დრო რომ მქონდეს დამირეკავდი? ხო. რა თქვი? ხო მეთქი. აი ასე. კარგი დროებით. ისევ არაფერია, ჯიღდენ ძვირფასო. ვცდილობ რამე გავარკვიო, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის ნახვა მაინც შეძელი? გაკვეთილები რომ დამთავრდა სკოლის წინ ველოდებოდი. ონურაქსალის მძღოლი მოვიდა და წაიყვანა, თუმცა მერე ფოტო არ გადავიღე? ისე უცებ წავიდნენ ვერ გადავიღე. ასე არ გამოვა. დარწმუნებული ხართ რომ ონურაქსალის შვილია? იქნებ ონურაქსალი თავისი მანქანით ვიღაც გოგონას სკოლაში ატარებს. იქნებ ახლობელია. არ ვარ თამაში დარწმუნებული. უბრალოდ ჭორები დადის. ჩვენ კი ვცდილობთ სიმართლე დავადგინოთ. მომისმინეთ ბატონო თურღულ. ვცდილობდი სკოლაში რამე დამედგინა, მაგრამ დირექტორმა უარი მითხრა. შვილი არისო, ხომ არ იტყოდა? მომსახურე პერსონალს დაელაპარაკეთ? კი, ერთი კაფეშიც კი დაუპატიჟე. თქვა ალბათ ონურაქსალის შვილი არისო, სხვა არაფერი. მეგობრებო, ჩვენ ხომ გაზეთში ვერ დავწერთ, დამლაგებელმა თქვა. მერე საქვეყნოდ შევრცხებით. ეს ამბავი თუ ნამდვილია და სხვა გაზეთმა დაგვასწრო, მაშინ გავფრთხილებთ. სხვა სამსახურის ძებნა დაიწყეთ. რა შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. ალო? ალო? გამარჯობა ძვირფასო. დენიზი ვარ, როგორ ხარ? ხო, მართლა დიდი ხანი გავიდა. რა კარგი სურნელია, რა საკეთებ მიხრიბან? ბავშვებს პუდინგს ვუკეთებ. ბატონ ჰალდუნს არ უნდა შეხვედროდი? არა. წადი შეხვდი, გულჯანი მიხედავს ბავშვებს. თუ მართლა უნდა შეხვდეთ, წადი, თორემ მეწყინება მიხრიბან. ნონერვიულობ. დღეს არ უნდა შეხვდე. ისევ რამე პრობლემაა მიხრიბან? არ ვიცი როგორ გითხრა. ჰალდუნი სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ფიქრობ რომ გატყუებს? მის სიტყვებს არ დაუჯერე? მიზეზი არ აქვს რამე მომატყუას. მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ჩვენი შინაგანი ხმა არასდროს მოგვატყუებს მიხრიბან. იმედია შენი ცუდი წინათგრძნობა უსაფუძვლოა. ხო, იმედია. მე ხომ გითხარი იმ ბიჭს აღარ შეხვდე მეთქი. რა მოხდა მამა, ასე რატომ ხარ აღელვებული? წავიდეს. ჩვენი ცხოვრებიდან მოგშორდეს.
თორემ ახლა მართლა შემოგვდება. სეზენ გასაგებია, კოლელი გავხდები. მამა, რა მოხდა არ მეტყვი? რატომ ხარ გაფრაზებული? ეს იმ ბიჭის დედა მოვიდა. ძლიერი გავლენიანი, სევალ, ინჯაოღლო. და მე ვუქრა. და მთხოვა რომ ამ ქალაქიდან და ამ ქვეყნიდან საერთოდ წავიდე. რა? რამდენი გადაგიხადო შენს შულთან ერთად აქედან რომ გადაიხვეწო მითხრა. რას ამბობ მამა? ვფიქრობს რომ ჩემი მოსყიდვა შეუძლია. ესეთი გარეწარი ადამიანი მგონი ვარ. დედავრადაში ჩავარდი სეზენ. რა მდგომარეობაში ვარ. სად მიდიხარ სეზენ? კარი გააღე. ბურაკ, კარი გააღე. გააღე. სეზენ, რა მოხდა? თქვენ რა ადამიანები ხართ? რა უნამუსო, რა უსინდისო ადამიანები ხართ? სეზენ, რა მოხდა? როგორ შეგიძლიათ ადამიანების ცხოვრებაში ხელები აფათუროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გაქვთ? დამშვიდი, შემოდი. ხელი გამიშვი. არ შემეხო. არ გაბედო, გასაგებია? სეზენ, რამე დავაშავე? რამე გაწყენინე? დედაშენმა მამაჩემს ფული შესთავაზა, რომ შენი ცხოვრებიდან წავიდეთ. ღმერთო ჩემო, ვინ გონი ვართ? ფული შესთავაზა? რამდენი გადაგიხადო, ასე უთქვამს. შენ შულთან ერთად ამ ქალაქიდან რომ წახვიდე, რამდენი გადაგიხადო? სეზენ, მე ხელი გამიშვი. შენი დანახვა აღარ მინდა. ეს როგორ გააკეთა დედაჩემ? ვერ ვიჯერებ. ამისთვის პასუხს აგებს. დედაჩემს ამის გამო პასუხს ვაგებინებ. ბურაკ, სად მიდიხარ? ბურაკ, სად მიდიხარ? სეზენ. კარგი. ვიცი რომ დამნაშავე ვარ. დიდი ცოდვა მაწევს მხრებზე. არ მაქვს უფლება რომ თავი ვიმართლო. თუმცა ამდენსაც არ ვიმსახურებ. მათ ხომ არიციან ჩემს გულში რა ცეცხლი ტრიალებს. ესე იგი, და მოგეწონა შეჰრაზად. ხო. დღეს ბენოს პროექტი მოიტანა, ჯერ ამ საქმეში ბოლომდე გარკვეული არაა, თუმცა ძალიან მონდომებულია. ძალიან ბეჯითია. ესე იგი, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მგონი კომპანია ბინიაფისთვის ეს დიდი შანსია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, თან მალე დეკრეტში გავდივარ. აჯობებს ნახევარ განაკვეთზე ემუშაო. მშობიარობამდე ცოტა დარჩა. უნერველობდე და დღეიდან ბენუს საერთოდ აღარ ვამუშავებ. ეს უკვე მეტი იქნება. შეგვიძლია და საზიის კოშკების დასრულება მივანდოთ. რა სიტყვით? გამოცდილება ნამდვილად აქვს, თუმცა ჩვენს კომპანიაში ახალი მოსულია. თუ შეჰრაზადი გაუწევს მეთვალ უყურეობას, არ ამგონი არამე პრობლემა იყოს. რას ამბობ? ეს რა მოგაფიქრებინა? გონი კარგი აზრია. რა სიტყვი? არ ვიცი რამდენად სწორი იქნება. რატომაც არა? არა, ედა როგორ შეხვდება ამ ამბავს? ემინე გთხოვ, კარი გააღე. წესით უნდა გაუხარდეს. თითქმის დასრულებულ პროექტზე მოუწევს მუშაობის გაგრძელება. თქვენი დამსახურებით გამორიცხულია პროექტი წარმატებით არ დასრულდეს. კარგი, რადგან ასე ფიქრობ, სიამოვნებით. ბურაკ, გამარჯობა. ეს რა გააკეთე დედა? ეს რა გააკეთე? შენი საქციელი მოგწონს? რა ხდება? წესიერად მელაპარაკე. არ გრცხვენია?
ნუ თუ არ შეგწვა, როგორ დაეცი ამ დონემდე? გეგონა თვალს დავხუჭავდი მკვლელის ქალიშვილთან შენს ურთიერთობაზე. დაშორდი იმ გოგოს. არასდროს არ დავშორდები. დედა რას ამბობს ბურაკი? დღეს სესენის მამასთან მივიდა. ფული შესთავაზა, რომ შვილთან ერთად ქალაქიდან წავიდეს. ეს ცოტა რაც გავაკეთე. ცოტა. იმ კაცის გამო დეიდა შენი გარდაიცვალა. რატომ არ გესმის? ფიქრობ მკვლელის შვილთან თუ იმ მეგობრებს შევაგუები? დედა კმარა, სეზენი ჩემი და ის არაფერ შუაშია. დამწუხაროთ კერემ. ის გოგო რომელსაც დასეძახი მკვლელი შვილია. ის კაცი შე რომ მკვლელს ეძახი, მამა ჩემია. ნუ თუ იმ კაცის წევ მამას ეძახი. კმარა დედა. კმარა. უკანასკნელად გაფრთხილებ ბურაკ. თუ დეიდა შენის მიმართ სულ ცოტა პატივისცემა მაინც გაგაჩნია. იმ გოგოს დაშორდი. მე სეზენი მიყვარს დედა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიღაც შემიყვარდა. ბურაკ, თან ძალიან. ბურაკ დამშვიდი. რატომ არ გესმის? კარგი. სეზენს არასდროს დავშორდები. ბურაკ, გთხოვ დამშვიდი. ბურაკ. ეს იმ ზღაპრის ფაზლი არ არის, ჩვენ რომ წავიკითხეთ. გულივერის ზღაპარი ხომ წავიკითხეთ, ეს გულივერის ზღაპარია. ჯუჯების ქვეყანაში. ლილიპუტების ქვეყანაში. ხო. იქ ბევრი ლილიპუტი იქნება, არა? ხო. ეს აქ უნდა იყოს, ეს კი აქ. ნახე? Alo? Alo? საღამშვიდობისა მეჰრიბან. ჰალდუნი ვარ. Sene de iyi. საღამომშვიდობისა ჰალდუნ. როგორ ხარ? რას აკეთებ? Yaxşıyam. არა მიშავს. Uşaqlarla beraber. სახლში ბავშვებთან ერთად ფასლს ვაწყობ. Anladım. გასაგებია. Ben ოდიში რომ გაწუხებ, için rahatsız ettim. Bibikre- Yarın görüşelim mi diyeceğim. ხვალ ხომ არ შევხადრილიყავით? Yarın günler. ყოველ პარასკევია და ოფისში ბევრი საქმეა. Sorun olur. თუ თავისუფალი დრო მექნება დაგირეკავ. Bir problem. რავე პრობლემა ხომ არ გაქვს მეჰრიბან? Yo. არა. რაც მოვედი დისტანციას იჯერ. რამე თუ დავაშავე მითხარი, მინდა ვიცოდე. Ben senin მიხარია რომ უსიამოვნებას თავი დააღწიე ხალდუნ. ღმერთს ვთხოვ ასეთი განსაცდელი Sağ აგარიდოს. ol ama მადლობ, მაგრამ ben seninle მეჩვენება რომ გამირბიხარ. zamanı iple çekmek მაშინ როცა მე ასე ვცდილობ შენთან დაახლოებას. istemiyor gibisin. ben indeki durum. გეტყვი როცა მოვახერხებ შეხვედრას. Peki mi? კარგი მეჰრიბან. Telefonunu შენს არ დაველოდები. Tamam. კარგი. მოდის გიხდით, ვახშამი ჩაგვეშალა. რას ამობენო? ნუ დარდობ საყვარელო, არ დაგავიწყდეს ორსულად ხარ. Bak artık. არაფერზე არ უნდა ინერვიულო. ვცდილობ მშვიდად ვიყო, მაგრამ ღამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. Tekrar kusura. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ღამომშვიდობისა. კერემ. კერემ. ვიცი ის კაცი მამა შენია. უბრალოდ შენი ბიოლოგიური მამაა. დედა გთხოვ. შენც უნდა გამიგო. ვერაფრით ვერ შევეგუე. დედა შენის გარდაცვალებას. დედა. ეს როგორ გააკეთე? ეს რა შეკითხვა? იმ კაცს მხოლოდ ასეთი ლაპარაკი ესმის. Anladım. მე გააგებინა, Anlasın. რომ გაეგო ფულს გამოგართმევდა და წავიდოდე. Değil mi? ორჯერ მოვიდა ჩემთან დედა, ორჯერ. შენს მას უთხარი ჩემ შულს თავი დაანებოსო. აი ამის სათქმელად. რა? მითხრა დაგვივიწყეო. ჩავთვალოთ რომ არ გიპოვივარ და არც მე მინახი ხარო. შენ კი მიხვედი და იმ კაც ფული შესთავაზა. სემიხო შენ ერმა ახლა ამაყი კაცის იმიჯი მოირგო. რატომ იცავ? მე რომ უფრო მეტად გამამწარო. მე არ ვიცევ ამ კაც დედა. უბრალოდ სიმართლეს ვამბობ.
ისიც შენსავით წინააღმდეგია ამ ურთიერთობის. ნუ გონია რომ დავიჯერებ. არასოდეს. ამას არასოდეს დავიჯერებ. ის კაცი გძულს. არც კი გინდა იფიქრო, რომ შეიძლება იმ კაც ღირსება გააჩნდეს. კარგი, ასე იფიქრა. მაგრამ რეალობის დანახვისაც ნუ შეგეშინდება. ჩემი არ გისმის. იმ კაცის გამო ჩემი ერთადერთი დამოკვდა. მისი შვილი. დედა. ამ ზიზღი ცხოვრებას ვერ გააგრძელებ. ეს ზიზღი ყველა ჩვენგანს გვწამლავს. ეს უნდა დაიმახსოვრო. მიირთვით თქვენი ჩაი. გმადლობთ. ქალბატონი ფერიდე შეუძლოთ ხომ არ არის? არა, მაგრამ მოვა. აი მოვიდა კიდეც. გამარჯობა. გამარჯობა. Çok sevindim seni gördüm. გამიხარდა შენი ნახვა მეც. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. ხო, ნუ დგახარ დაჯიქი. Buyurun efendim. გთხოვთ. Başka bir სხვა რამეს ხომ არ ინებებთ? Teşekkür ederim. გმადლობ პირდეს. afiyet olsun. ბევრად მიირთვით, გმადლობთ. ეს ერქანია ჩვენი გაზეთის საუკეთესო ფოტორეპორტიორი. გამარჯობა ქალბატონო, როგორ გძანდებით? გამარჯობა. ძალიან იღბლიანი ხართ ქალბატონო ფერიდე. ამ ქალაქში ყველაზე ლამაზი ხედი თქვენი სახლიდან იშლება. გმადლობ. Birlikte bir resim alalım. ერთად ხომ არ გადაგვეღო ფოტო, მე მშვიდად ვისაუბროთ. კარგი. გადავიღე. Keşke. ნეტავე შეხვედრა მუხსინ აქსალის კოლეჯში დაგვეგეგმა. İster. თუ გნებავთ მუხსინ აქსალის კოლეჯთან დაკავშირებული კითხვებით დავიწყებ. Tabii. კეთილი. განი შენი ხორციანი იყო არა? Hala küs. ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ? ყველა ცდილობს შემორიგებას უნარ. არ შეგირიგდები. Ama ben წინც ასე რომ ამბობ.